ამბროსი დააპატიმრეს კათოლიკოს პატრიარქი 1923 წელს. ის იჯდა მეტეხის ციხეში. რაც შეეხება ხანდაზმულობით შეწყალებას, ეს არ არის მთლად ზუსტი და რატომ? ამბროსის დახვრეტა გადაწყვეტილი ჰქონდა ხელისუფლებას ელოდა მოსკოვიდან დასტურს. მაგრამ ამ დროს მოხდა ეგეთი რამ, რომ საბჭოთა კავშირი იყო აბსოლუტურ იზოლაციაში. დიპლომატიური იზოლაცია იყო აქ მიმდინარე პროცესების გამო, დასავლეთი არ ცნობდა ამ ახალ რეჟიმს და პირველი მსოფლიო ომი დამთავრებული ეკონომიკური კრიზისია საბჭოთა კავშირშიც თავისთავადია და ევროპაშიც და ინგლისმა სცადა რომ როგორმე ესარგებლა ამ მომენტი და საბჭოთა კავშირთან გამოსულიყო დიპლომატიურ ურთიერთობაზე და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მაგრამ ქართული ემიგრაციის მეშვეობით, აი თავრობა რო გავიდა ჟორდანიას თავრობა, იქ ემიგრაციაში ძალიან ბევრი პატრიოტი ქართველი იყო. იცოდნენ აქ რა ამბები ტრიალებდა და მათ ანგლიკანური ეკლესიის მეთაური რობერტ დევიდსონი იყო ამ დროს და რომის პაპი პიუს მე-11. მათთან მიიტანეს ეს ინფორმაცია, რომ დახვრეტა ელის ეკლესიის მეთაურს და იმათ ინგლისის მთავრობა დაარწმუნეს, რომ საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შემთხვევაში ერთი პირობა უნდა ყოფილიყო, რომ ის გაენთავისუფლებინათ და პატრიარქი ამბროსი მოსთხოვეს, რომ დაეწერა მონანიების შეწყალების ამაზე უარი განაცხადა და იქიდან დეპეშა არის სტალინის ხელმოწერით, რომ არ დახვრიტოთ. ეხლა ვითარება ისეთია, რომ მიუსაჯეთ მკაცრი რეჟიმი, 9 წელი მიუსაჯეს, მაგრამ 1 წელიწადში გაუშვეს ამინისტიით. ახლა რაც შეეხება შვილებთან დამოკიდებულება, არ არის ეს აქცენტი. ჯერ ერთი რომ მთელი ცხოვრება ფაქტიურად ჯოჯოხეთად უქცია ამბროსის, ჯერ მეფის რუსეთის ხელისუფლებამ, მერე მისმა მემკვიდრემ ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ და აი შვილებთან მამაშვილური დამოკიდებულების ეპიზოდები არსად არ აღჩნდა. დროც არ ექნებოდა ალბათ. მაგრამ სადაც გადასახლებაში ყველგან დაყვებოდა. მეტეხის ციხეში ნახულობდნენ, მეტეხის ციხეში იყო ის, აი სადაც მეტეხის ეკლესია, იმის აქედან იყო, ეხლა ვახტანგ გორგასლის ძეგლი სადაც არის, იქ იყო და იქ იყო ესეთი ქალბატონი ბაბოდადიანი და მე მახსოვს ეს ქალბატონი 90-იან წლებში მერი შერვაშიძის მეჯვარე იყო ის თავის დროზე და ამბროსისთან, კათოლიკოს პატრიარქ ამბროსისთან ხა შვილებს რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ თვითონ საჭმელი, რომ საჭმელი შექონდათ ხოლმე და ეს მხოლოდ აი რაღაც მსუბუქ ფაფას და რაღაცას არაფერს არ მიირთმევდა, მით უმეტეს რომ მარხვადა ეს ყველაფერი და დასუსტებული ძალიან ისეთი იყო და ის ამბობდა ხოლმე რომ მიდიოდნენ იქ მისი შვილები და ეხლა ამბროსი კათოლიკოსის შთამომავალი ერთ-ერთი გახლავთ მხატვარ გია ბუღაძის მეუღლე, ქალიშვილის მხრიდან არის.